ერთ სიტყვი იმაზე თარგმანზე რა. აი what do you read my lord უწერია შექსპირს ვაჩაბელს აქ ეგრე თარგმნილი რას აკითხულობთ ხელმწიფის შვილო my lord აქ თარგმნილი ხელმწიფის შვილოდ და სამნიაშვილს აქვს რას კითხულობთ ჩემო ბატონო აი მე მგონია რომ my lord ხელმწიფის შვილოდ არ უნდა ითქვა ხო ჩემი ბატონო იმიტომ რომ ნახე ხელმწიფის შვილო თუ ეუბნები შეიძლება იმენი ფიქროს რომ ეს ჩემ მხარესაა და არა კლაუდიუსის მხარეს იმიტომ რომ აი შენ შთამომავლობას უსვამ ხაზსო თან არის რომ ცოტა მის ინდივიდუალურ სტატუსს არ ეუბნები, შენ ვიღაცის ვიღაცა ხარ ვეუბნები. მაგრამ my lord, ჩემო ბატონო, არის რომ შენ ჩემზე აღმატებული ხარ და მე მოგმართავ როგორც ანუ სხვადასხვა რა და აი გამსახურდია რომ ცოტა უწუნებდა აცდენას მაჩაბელს, აი ერთ ამ სიტყვაში შეიძლება რომ დავეთანხმოთ. მესმის, მაგრამ რეალურად იგივეა. ხო და არ ვიცი აი რამდენად შვილო და ჩემო ბატონო პოლონიუსისგან რომ მოდის იგივეა. იმიტომ რომ პოლონიუსის ბატონი ერთადერთი პირია პოლონიუსზე მაღლა, ნუ ორადორი, ხელმწიფე და ხელმწიფის შთამომავალი, შემდეგი ხელმწიფე, პრინცი. მეტი ანუ my lord ამ ჩემო ხელმწიფეო მეტი ვერავის მიემართება პოლონიუსისგან. შეუძლებელია ვინმეს ეგ სიტყვები ეკადრებოდეს. და მაგიტო ხელმწიფის შვილო და ჩემო ბატონო იგივეა. ხო, ნახე my lord ხო შეიძლება რომ კლაუდიუსსაც უთხრას. ხო. ხო, მარტო კლაუდიუსს იმას კლაუდიუსის ცოლს, გერტრუდას და ჰამლეტს მიემართება. მეტი ვერავის ვერ შეუძლია უთხრას. ნუ და my lords გერტრუდას ვერ ეთქვის.